ლეგენდარულ მსახიობს საქართველოს სახალხო არტისტს კახი კავსაძეს, რომელმაც კინოსამყაროსა თუ რეალურ ცხოვრებაში მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა, წელს 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა. პავილიონში დამთვალიერებელი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ექსპოზიციას იხილავს, სადაც წარმოდგენილია თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, პორტრეტები და საოჯახო არქივში დაცული ფოტოსურათები. წელიწადნახევრის წინ მე დავიწყე ურთიერთობა ბატონ იმერი კავსაძესთან. იმ მიზნით, რომ არქივისთვის შემომემატებინა კავსაძეების ოჯახის ფოტოები, მათი კოლექცია. შემდეგ ეს ფოტოები აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, ყველა თაობის კავსაძე იყო ამ ფოტოებში წარმოდგენილი და მე უკვე ირაკლი კავსაძეს დავუკავშირდი. ირაკლი, რომელიც მოგეხსენებათ არ ცხოვრობს საქართველოში და რამდენჯერაც ჩამოვიდა, ვცდილობდი შეხვედრას და მისთვისაც ასე ფოტოების გამორთმევას ეტაპობრივად ვასკანერებდით, ვამუშავებდით და მე უკვე წამოვიდა იდეა. ბატონი კახის შემოქმედებას ალბათ დავიწყება არ უწერია. დარწმუნებული ვარ ამაში, ის როგორც ხელოვანიც და როგორც პიროვნებაც საკმაოდ ღირსეულად იცხოვრა და იმიტომა ყველასთვის საყვარელი. საღამოზე კახი კავსაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე ხელოვანის შესახებ არაერთი მოგონება და ისტორია გაცოცხლდა. დიდი მსახიობი კინოსა და სცენაზე და პიროვნება რეალურ ცხოვრებაში, რომლის დანახვაც ყველას უხაროდა. საუკეთესო მამა, საუკეთესო ძმა, მეუღლე და მეგობარი. ასე დაახასიათა ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ყველასათვის საყვარელი მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ 4 წელიწადი გავიდა მისი წასვლიდან, არ მინდა ხოლმე შემოუშვა აი ფიქრი. ხშირად არის ხოლმე კახის სურათი, ახლა შემთხვევა გავატარებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ აქ არის, სადღაც აქ არის. ჩემთან არის. მოდიან ჩემთან ადამიანები, რომელსაც მე არ ვიცნობ და მეუბნებიან, რომ აი ცით მე მქონდა ეს ბედნიერება, რომ კახი დავინახე და გავბედე და მივედი სურათი გადავიღე მასთან ერთად და ეს სურათი დარჩა იმ ადამიანისთვის რაღაცა მორჩა ის იარსებებს და იარსებებს. თვითონ აქვს ნათქვამი გივისთან ურთიერთობაში, გივისგან დამოუკიდებლად და გივის კახისგან დამოუკიდებლად. ესეთი კითხვა იყო მათთან. აი რამ განაპირობა თქვენი აი ეს ერთად ყოფნა და ესეთი ურთიერთობა და ორივემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ხალხმა მოითხოვა ეს. შემოსასვლელში აი სურათი რომ არის. მე და კახი პატარა, მე იქ დედა, იქით მამა და ძალიან ემოციური იყო, იცით, ახმა. იმიტომ რომ ჩვენ მე და კახი მაინც ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდით. უმამობა ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, რთული ცხოვრება იყო და მე კიდე პირველი შეხვედრა მამასთან ჩვენ უკვე წამოზრდილები ვიყავით და ეს ყველაფერი იცით ამ ამბავმა გაიღვიძა ახლა აქ. მიუხედავად იმისა, რომ აი 4 წელი გავიდა, ახმა არა მაქვს იმისა, რომ კახი არ არის ჩვენთან. კახი ყოველთვის თან მდევს, რამხელა ცხოვრება გაიარა კახი, რა რთული ცხოვრება და რა დიდი კვალი დატოვა. მე კი ვარ თავდაბალი კაცი, მაგრამ არ შემიძლია არ თქვა იმაზე, რომ კახი მართლა დიდი მსახიობი იყო. დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება. და ეს ყველაფერი აი ამ გამოფენაში ასახულია. მისი გარეგნო, მისი პორტრეტი ყოველთვის იქნება საქართველოს მარკა, აი წარსადგენი ბარათი, იმიტომ რომ აი ესეთი ბიჭები იბადებიან საქართველოში, როგორც ბატონი კახი იყო. მე მისი უმცროსი მეგობარი ვიყავი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მოხდა ესე, რომ როდესაც თეატრში მივედი, ბატონი კახი ერთ-ერთი პირველი ჩემი პარტნიორი იყო და იმ დღიდან დაწყებული ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდა. დიდებას მიაღწია საკუთარი შრომით და ჯაფით, ასე ვთქვათ. იმიტომ მას უნდოდა რომ გამختارიყო ეს ზუსტად ის სუპერ მსახიობი, როგორც წავიდა ამ ქვეყნიდან. აი თوارე! ენა მოდან თوارე გასო. ვარი! ვაიდაკა! დაერა! მომეცეკა! დაერა! გეტუ ამ ჯამს დალე! აი გეტუ ამ ჯამს დალე! შენ გაჩვდი!
კახი კავსაძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო. შესრულებული აქვს 100-მდე კინო და 30-ზე მეტი თეატრალური როლი. მან მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი ფილმებიდან: ვერისუბნის მელოდიები, ნატვრის ხე, სიყვარული ყველას უნდა, მონანიება, ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული გმირების მსგავსად მრავალფეროვანია კახი კავსაძის თეატრალური როლებიც. საოცარი ადამიანი იყო. ეს წყვეტს ყველაფერს, იმიტომ რომ სულ ყველაფერი ეს მე ეკრანზეც, თეატრშიც, ურთიერთობაში, ცხოვრებაში ყველაფერი გამოდი. ისეთი სიკეთით სავსე ადამიანი იყო. თავისთავად ცხადია, ნიჭიერება ეს ხო იყო და იყო. რის შედეგადაც არ ყოფილიყავი მოხიბლული და ასე ვთქვათ, არ მოხვედრილიყავი, მის გარემო შეუძლებელი იყო რა. კახი უამრავ ფილმშია გადაღებული და არაჩვეულებრივად კეთილი, ღრმა და იუმორით სავსე ასე ვთქვათ სახე არის. ისე როგორც ჩემთან ფილმში იყო, როცა ვეძებდი მსახიობს, დღევანდელი აღმაშენებლის პროსპექტზე მივდიოდი და ფიქრობდი ამაზე და უცებ ჩამიარა მანქანა. წინ წავიდა უკვე 100 მეტრით წინ, სანამ მივედი მანქანასთან, ხედავ კახი გადმოვიდა მანქანიდან, შემოუარა, გააღო კარი, შეძრაში და ბელა გამოიყვანა ხელით, ბელა ავად იყო მისი მეუღლე. მე ამასობაში მიუახლოვდი და შევიდა, იქ ცხოვრობდნენ მაშინ ისინი. ლიფტამდე მივიდა, ლიფტი იდაყვით გააღო და ავიდნენ და მე მივხვდი რომ ეს ის არის ვინც უნდა გადავიღო ამ ფილმში. ერთხელ კინოკავშირში რაღაც პატარა თათფირი დამთავრდა და ბატონი კახი გამოვიდა და ავიდა ავტობუსში. მეც იმ ავტობუსში ავედი და ხალხო, ჩვენ ავტობუსში იცი ვინ არის თქო? ბატონი კახი კავსაძე და მთელი ავტობუსი ადგა და ტაშს უკრავდა. აი როგორ უყვარდათ ბატონი კახი საქართველოში. კახი კავსაძეს მიღებული აქვს არაერთი პრემია თუ ჯილდო. მსახიობი 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის გვერდით. კახი კავსაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ არქივში 20 მაისამდე გაგრძელდება.